მეგობარი ჩვენი და მტერი ჩვენი. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც მზის სხივის ხელით დაჭერა უნდა. ის თითებს კეცავს. გონია რომ სხივი მომწყვდია. შემდეგ შლის და ხედავს რომ ხელის გულზე არაფერი უდევს. ასევე შეუძლებელია ადამიანისათვის გაელვების შეჩერება. დრო მიდის, როგორც ფართო უხმაურო მდინარე. ადამიანი რასაც უნდა აკეთებდეს, ეძინოს თუ მღვიძარებდეს, მუშაობდეს თუ ლოცულობდეს, ცხოვრების არსზე ფიქრობდეს თუ თავისი ნებების ამავებაში იყოს ჩაფლული, ამ მდინარის ტალღები დაუგლელად მისდევენ ერთმანეთს. როგორც მდინარის დინების შეჩერება არ შეიძლება, ისე დროს ვერ შეაჩერება. ისტორიის გმირები დიად საქმეებს ჩადიოდნენ. მტრებზე იმარჯვებდნენ, უზარმაზარ იმპერიებს ქმნიდნენ, მიუდგომელ სიმაგრეებს აგებდნენ, ჯაჭვებზე დაკიდებულ ყვავილნარებსა და ბაღებს აშენებდნენ. აღმართავდნენ შენობებს, რომლებსაც მსოფლიოს საოცრებანი ეწოდებათ, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო დაებრუნებინა თუნდაც ერთი გარდასული წამი. კაცობრიობიდან ვერც ერთმა უგონიერესმა ადამიანმა ვერ შეძლო დროის მდინარის შემოbrunება. ამ მდინარემ ისინი როგორც ქვიშის მარცვალნი მარადისობის ოკეანეში წაივლნენ. მათ გამოიღვიძეს არყოფნიდან და კვლავ ძილს მიეცნენ. წარმოიდგინეთ მეორე მაგალითი. ბავშვი საკუთარ ჩრდილს მისდევს და უნდა დაეციოს მას. ის ნაბიჯს აჩქარებს, მაგრამ მაინც ვერ ეწევა. ადამიანი ჩრდილს რაც უფრო სწრაფად მისდევს, ჩრდილი მით უფრო სწრაფად გარბის მისგან. რთოსანი დროის დაწევა შეუძლებელია. დრო გამუდმებულად ანადგურებს თავის თავს. ძველები მას გამოსახავდნენ გველის სახით, რომელიც საკუთარ კუდს ყლაპავს. დრო შეფარდებითი ყოფიერების ატრიბუტია. დროში არ არის წარსული. ის მხოლოდ იგულისხმება. დროში არ არის აწმყო. ეს არის სხივი, რომელსაც არც სიგრძე აქვს, არც სიგანე და შეუჩერებლად მისრიალებს უკვე დაკარგული წარსულიდან ჯერ კიდევ არ არსებული მომავლისაკენ. ვიდრე ჩვენი გრძნობითი ორგანოები დროის როგორც აწმყოს დაფიქსირებას შეეცდებიან, ის უკვე გასულია. ის წარსულად იქცა. ჩვენ ამ ტალღამ ჩაგვიქროლა, ესე იგი აწმყო ეს მხოლოდ მოგონებაა ახლო წარსულისა. ჩვენი გრძნობითი ორგანოების უძრაობაა, რომლებსაც ჩვენამდე უკვე აღარ არსებული წამი მოაქვთ. ანუ აწმყო ეს მარტოოდენ წარსულის კვალი და მომავლის მოლოდინია. თვით სიკვდილი დროიდან გამოსვლა არ არის. უბრალოდ ადამიანის სული დროის ახლებური აღქმის ჩვენთვის უცნობ მდგომარეობაში გადადის. დრო მაშინ გაქრება, როცა ცადამიწა დაიწვება კოსმიურ ცეცხლში, რომელიც არ გაანადგურებს, არამედ ფერს უცვლის სამყაროს. საშინელ სამსჯავრომდე დრო არა მხოლოდ დედამიწაზე, ზეცასა და ქვესკნელშიც მეფობს. წმინდანთა სულების სხეულით აღდგომას მოელიან. ცოდვილთა სულები კი ღვთისაგან შეწყალებას ეკლესიისა და იმათი ლოცვით, ვინც მიწაზე მათი სახელით მოწყალებას გაიღებს. ცვლილება დროს ვარაუდობს. ეს არის ჰორიზონტალური მოძრაობა. მარადისობა კი ვერტიკალური მოძრაობაა.
მასში არ არის ისეთი ცვლილებები, როგორიცაა გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. მასში გახსნილია შინაარსი ადამიანის სულისა. მარადისობაში არ არის ყოფიერების ის დანაკარგი, რასაც ფილოსოფოსნი დროის ასიმეტრიას უწოდებენ. იქ არ არის პერიოდები, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან. მარადისობა არ არის უძრაობა, სტატიკა, არამედ მოძრაობა, დინამიკა, ოღონდ დროში მოძრაობისაგან განსხვავებული ხასიათისა. დრო ერთგანზომილებიანია, მარადისობა მრავალგანზომილებიანი. ძნელია ამის გაგება. დაუშვათ, რომ ორგანზომილებიანმა სიბრტყემ მესამე განზომილება შეიძინა და მოცულებითი გახდა. მარადისობაც მიახლოებით ასია. ის, რაც ერთგანზომილებიანი იყო, მრავალგანზომილებიანი გახდა. და ადამიანი წარსულის დაუკარგავად აწმყოს აფართოებს და ამ აწმყოში მადლთან მიერთებით ყოფიერების ახალი მოცულობანი, აქმის ახალი ტევადობა იხსნება. დრო ეს გადასხვაფერება კი დანაკარგთანაა დაკავშირებული. მარადისობაში ახალი უდანაკარგოდაა. მარადისობა ჭეშმარიტი მყოფობაა, დრო კი ეტაპია. დრო არ გადადის მარადისობაში, მარადისობა დროში. დრო მარადისობის ფონზე გადის. ეს ჩამოყალიბების პერიოდია, მარადისობის მუცლად ყოფნის პერიოდი. აპოკალიფსისში ნათქვამია, რომ საშინელი სამსჯავროს შემდეგ დრო აღარ იარსებობს. არსებობს უკვდავების ორი სახეობა. პირველი წმინდანთა უკვდავება საუკუნო მიახლება ღმერთთან. ღვთისადმი მიახლებითი მოძრაობა. ახალი გაცისკრონება ღვთიური მადლისა. როცა წარსული კი არ ქრება, არამედ აწმყოს ემსგავსება. აწმყო წარსულად არ იქცევა, არამედ მომავლის სად არ იხდება. მაგრამ საუკუნო ცხოვრება მხოლოდ თვითგახსნა როდია. ეს ურთიერთობაა, სადაც ორი პოლუსია, ცხონებულთათვის ღმერთი, წარწმენდილთათვის სატანი. ღმერთთან ურთიერთობა ჭეშმარიტი სიცოცხლეა. ურთიერთობა სატანასთან ანტისიცოცხლის მსგავსი ყოფა. ყოფა ვითარცა საუკუნო ყდომა. როცა ორ პოლუსზე ვლაპარაკობთ, მათ შორის ტოლობის ნიშანს სრულიადაც არ ვსვამთ. ღმერთთან ურთიერთობა ეს დანიშნულება, მიზანია თვით ადამიანის ცხოვრების შინაარსია. ურთიერთობა დემონთან მარადიული რღვევა, სადაც არ არის გაქრობა, როგორც სულის უბრალო და ერთიანი ბუნების ელემენტებად დაშლა. აქ არის სულის ძალთა და ენერგიათა რღვევა და უკუქმედება. აქ არის მოძრაობა ცენტრიდან პერიფერიებისაკენ. ამიტომ აქ სიკვდილია. ამ სიტყვის ყველაზე საშინელი და ავის მოუწყებელი მნიშვნელობა. უგუდავის სიკვდილი. ზოგნი საგონებელში ვარდებიან. დროში ჩადენილი ცოდვების გამო როგორ უნდა იქნას სული განკითხული და საუკუნო ცხოვრება აღკვეთილია. ამის საიდუმლო ურთიერთობებშია. ცოდვილის ხვედრი სატანასთან საუკუნო ურთიერთობაა. მასთან საუკუნო მიმსგავსებულება. ღვთისაგან საუკუნო განშორება, მისი მარადიული კარგვა. მიწაზევე განისაზღვრება ვისთანაა სული, ღმერთთან თუ ეშმაკთან. მარადისობაში აღარ ხდება განსაზღვრა, არამედ ხორცშესხმა. ამიტომ რაოდენ ფასეულია მიწიერი ცხოვრება, რაოდენ ძვირფასია ყოველი წამი, რომელიც შესაძლოა კიბის საფეხური იყოს ზემოთ, სულიერი ზეცისაკენ ამყვანებელი.
ან ქვემოთ უძირო უსკულში დამთქმელი. დრო ჩვენი მეგობარიცაა და მტერიც. ერთიცა და მეორეც იმაზეა დამოკიდებული, თუ საითკენ მივმართავთ ჩვენს თავისუფალ ნებას. არქიმანდრიტი რაფაელი.